შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძე გამოსავალს ეგრეთ წოდებული მეორე თაობის რეფორმებში და არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელიც აუცილებლად არის მისაღები. ამასთან, როგორც ის მიიჩნევს, ეროვნულ ბანკში გასაღების ძიება ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის ნაკლებ შემოდინებასთან, სწორი არ არის. სლად აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბარს პარლამენტში მომდევნო კვირაში წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას გეგმავს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში გიძის ბოლო წლიური ანგარიში იქნება. ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, ერთადერთ სწორ პოლიტიკას, რომელიც არის შესაძლებელი გამოვახორციელოთ იმ ვითარებაში და იმ გარეშოკების პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს. და მესამე, გამოსავალი არის ეგრეთ წოდებული მეორე თაობის რეფორმებში, გამოსავალი არის ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში, რომელიც აუცილებლად არის მისაღები. ეს გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს მიღებული და ამ გადაწყვეტილებებზე კონკრეტულად რას გულისხმობ, მომდევნო კვირიდან პარლამენტში განხილვის დროს გვექნება დეტალურად საუბარი.